რეალურად ის ყვების სტილი, რომელსაც ამდენი ხანია ეძებ, რომელიც მიგიყვანს შედეგთან და ამასობაში შეგანარჩუნებინებს, სამი მთავარი ნაწილისგან შედგება. პირველი, ეს არის გამოცდილება, რომელიც შენ ამ წლების განმავლობაში დააგროვე. ან ეს არის რჩევა, ფიტნეს მწვრთნელის, ექიმის მიერ ჩემმა 1000-მა კლიენტმა ასე დაიკლო, მეზობელი გეუბნება ამათ შედეგს მივაღწიე და შენც გინდება რომ იგივე მცდელობა გაიმეორო, მაგრამ ამას აქვს ერთი დიდი პრობლემა. მეორე მნიშვნელოვანი მონაწილე თამაში ხარ შენ. ეს არის ის თუ რას ყვები გიყვარს, რაზე მიგიწვდება ხელი. დღეში რამდენჯერ შეგიძლია ჭამ, ან საერთოდ რა მიზანი გაქვს. ეს ზრდის მიზნის მიღწევის შანსს, მაგრამ აქ აკლია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ეს მნიშვნელოვანი მოთამაშე არის მეცნიერება. სწორედ ეს განასხვავებს 1000 მითს რეალური მტკიცებულობაზე დაფუძნებული ფაქტებისგან. რა არის შენი ბაზალური მეტაბოლური რიტმი, რამდენი კალორია გჭირდება, როგორ უნდა იყოს ცილა, ცხიმი, ნახშირწყლის გადანაწილება, რა არის ჰიდრატაცია, როგორ უნდა შეივსო წყალი. ყველაფერი, რაც გამოგიცდია, რაც გიხსმენია, როგორ ყალიბდება ერთად მტკიცებულობაზე დაფუძნებულ ფაქტებში და ჯადოსნობა ხდება სწორედ იქ, სადაც ეს სამივე წერტილი ერთმანეთს შეგხვდება. აი სწორედ აქ იმალება ის კვების სტილი, რომელსაც წლებია ეძებ და ვერ გამოგიცნია ყოველთვის ახალ დიეტას, ახალ გზას მიმართავ, მაგრამ შენი ინდივიდუალური საჭიროებები და მტკიცებულობაზე დაფუძნებული ფაქტები გაკლია. აი ეს არის ის წერტილი, რომელიც მიგიყვანს შედეგთან და რაც თავარია შეგანარჩუნებინებს, რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, იქნება ეს ჯანსაღი კვება, წონის კლობა, წონის მატება თუ პროდუქტიულობის გაუმჯობესება.